ბატონ ლევანს მივესალმები და მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ ახლა ვსაუბრობდით სოფოსთან ერთადაც ძალიან მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა განსაკუთრებით იმ დროს როდესაც ვხედავთ როგორ იქცევა ბიძინა ივანიშვილი და როგორ აპატიმრებს ერთმანეთის მიყოლებით პოლიტიკურ ლიდერებს. ბატონ ლევან, ჩვენ გუშინ ნახეთ თქვენი პარტიის განცხადება, მინდა რომ პოლიტიკურადაც შეაფასოთ ის რაც მოხდა ლევან ხაბეიშვილთან და მურთაზ ზოდელავასთან დაკავშირებით და ასევე როგორც იურისტმა შეაფასოთ ის ბრალი, რაც მოვისმინეთ გუშინ სუსისგან და დღეს გაგრძელებასაც მოისმენდით უკვე უკრაინის მოქალაქეებთან დაკავშირებით. თამარ, მოგესალმები და მიესალმები მაყურებელს. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ რთულია როგორც იურისტმა რამე თქვა, იმიტომ რომ სამართლებრივად სრული აბსურდია ხა სულ განებივრებული ბრჭყალებში ამ სიგიჟეებით არის საზოგადოება, რომ არავინ არ ელოდება რამე სამართლებრივ დასაბუთებას, მაგრამ ესენი საკუთარ რეკორდებსაც კი ხსნიან ამ სამართლებრივი სიგიჟეებით. ახლა რა უნდა ვთქვა იმ ბრალზე, რაც ლევან ხაბეიშვილს ჯერ არ წარუდგინეს 48 საათი აქვს, მაგრამ სამართლებრივი ნიუანსებია, მაგრამ რის წარდგენასაც აპირებენ და რაც გუშინ მოვისმინეთ სუსის განცხადებაში, ხო, არ ვიცი, არანაირ სამართლებრივ ჩარჩოებში ეს არ ჯდება ხალხის გაუგექრთ ამის შეთავაზება საჯაროდ ეს ერთი მეორეს ერთი რისი ქრთამზეა საერთოდ საუბარი და როგორ თქვა ამაზე სერიოზულად აი ვერ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ არ ვიცი სამართლის შეურაცხყოფაც არის და ყველაფერს სიღრმეებში ჩავიდე და მე გავშალოთ და ეს არ შეიძლება. აი მიუხედავად იმისა, რომ სუსისგან ჩვენ მიჩვეულები ვართ და ვიხსენებდით, რომ ყოველი არჩევნების წინ სახელმწიფო გადატრიალების საქმეს კერავდნენ და საბურავების რევოლუციიდან დაწყებული რა აღარ გვინახავს, მაგრამ თავიდან მომესმა თქვა, ასე ვიფიქრე, სიმართლე გითხრა. ძალიან უსუსური იყო ის. არა, თავიდან მე მგონა რომ რაღაცა მომესმა, იმიტომ რომ უბრალოდ რაღაცა, არ ვიცი, არაფერში არ ჯდება, თამარ, იმიტომ რომ ბევრჯერ გვითქვამს, რომ სამართალთან შეხება რა აქვს, კანონთან შეხება რა აქვს, პოლიტიკურ ზეც გადავალთ, ბუნებრივია პოლიტიკური პრობლემა, მაგრამ ეს საერთოდ არაფერში, აი ეს საერთოდ ეს ბრალია, ეს როგორ რა ვიცი ახლა ტელევიზიის მაშინ, მთელი საქართველო უნდა დაიჭირო იქიდან და ყველა რა ვიცი. კიდევაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებები 5 მილიონს რო პირდებოდაო, თვითონ სოფელსაც იყო და თებშების ამბავიც იყო და თებშების ამბავი იყო და მე ძალიან კარგად მახსოვს ლევან, იმიტომ რომ მე რუსთავიორში ვმუშაობდი და იმ თავის წერილში რუსთავიორზეც ქონდა საუბარი და ჟურნალისტებსაც პირდებოდა ეგრე, ოღონდ მაქედან წარმოდით და მე გადაგიხდით რასაც გინდათ. პოლიტიკურ განცხადებებს თუ რაღაც აქ საერთოდ დანაშაულის ნიშანზე და ნიშნებზე საუბარი ზედმეტია, რამე ქმედება იქნა განხორციელებული ვინმე რა ვიცი ხა რაღაცა არაფერი ხო, არაფერი ჩვეულებრივად მე როგორც მახსოვს, ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ როგორც ის ბიუჯეტიდან პირდებოდა ხალხი. კი ბატონო, ხო. ხა დანაშაულზე აქვს, მე როგორც იურისტი ამაზე გეუბნებით, არ ვიცი, მე შეფასებას ვერ მივცემ, მას სამართლების, იმიტომ რომ სამართალი არ არსებობს. ამ საქმეში კი არა, საერთოდ ქვეყანაში არ არსებობს, გადაჭედილია ბოდიში. გადაჭედილია საპყრობილეები, რუსთავის საპყრობილე, გლდანის თუ სადგინდათ თუ სადგინი ქალთა საპყრობილე, სადაც გინდათ პოლიტიკური ტყვეებით ყველას მივესალმები, ყველას მადლობა ამ ბრძოლისათვის, ამ უშეღავათ ბრძოლისათვის, რომელსაც ქვეყნის წინაშე წევენ ეს ადამიანები და ცალსახად ახლა ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით რა უნდა ვთქვათ, ჩვენი განცხადება იყო ცალსახა, ეს არის სხვანაირად ხო როგორ წარმოუდგენთ, ეს არის პოლიტიკური პატიმარი, პოლიტიკური პატიმრობა არის მის მიმართ გამოყენებული, პოლიტიკური დევნა არის გამოყენებული და ეს თვითონაც გამოჩნდა შემდგომ იმ ბრიფინგში, ეგრეთ წოდებულ ბრიფინგში, რაშიც თვითონ ედავებიან, არაფერში არ ედავებიან და ყველა პოლიტიკურ ტყვეს, ყველა პოლიტიკურ პატიმარს სოლიდარობა ბუნებრივია და არც არავინ არ არის ხო ახლა დაზღვეული ამის არც მე არც თქვენ არავინ არ თქვენ მაყურებლები, იმიტომ რომ საერთოდ ამ ადამიანებმა არ ვიცი ახლა შეიძლება სასამართლოს გააუქმონ ამათაც ცოტა ხანში და ტროიკების ინსტიტუტი რო იყო, ხო იცით, დაახლოებით იმას დაემსგავსა, მაგრამ მაგრამ არა ფორმალურად გააუქმონ შეიძლება და ტროიკების ინსტიტუტი რო იყო, ხო ტროიკების ინსტიტუტში ეფექტურად და ჭყალებში და სწრაფად ხდებოდა იმ ხალხის განადგურება და ხალხის ტრედისა. კი ბატონო და აი სხვა შორის ლევან რადგან ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად აბსურდული იყო ის ეგრეთ წოდებული ბრალი, რასაც ილაპარაკა გუშინ ჯერ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, დღეს ვნახეთ რომ ალბათ რაღაც თავის წრეშიც თვითონ ქართული ოცნების წარმომადგენლებშიც კი იმდენად უსუსურად გამოიყურებოდა ის ყველაფერი, რასაც გუშინ ილაპარაკეს, რომ დღეს
გადაწყვეტეს ახლა ცოტა კიდევ უფრო დაემძიმებინათ და შეფუთონ რაღაცა თითქოს აი ყურისთვის უფრო მძიმე თემით, რომ აი უკრაინიდან შემოსული უკრაინის მოქალაქეები ასაფეთქებელი ნივთიერება, აი რუსეთში კი უნდა წასულიყო, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა რომ რუსეთში მიქონდათ და ახლა ჩვენ გავარკვევთ 4 ოქტომბერთან აქვს თუ არა ამას კავშირი. ხო, ნუ ეს არის პირდაპირ რაზეც საუბრობთ, ლელოძლიერი საქართველოს და ყველა რაზეც საუბრობთ. სახელმწიფო ინსტიტუტების პირდაპირ პოლიტიკური დანიშნულებით, ანუ ჩვეულებრივად და გამოყენება, არა მარტო გამოყენება, ესენი არიან ქვეგანყოფილებები, სხვადასხვა უწყებები, არა აქვს მნიშვნელობა ეგრეთ წოდებულ სამართალდაცვით იქნება თუ არა სამართალდაცვით. ქვეუწყებები არიან რუსული რეჟიმის და რუსული პარტიის. ჩვეულებრივად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ახლა მარტო ვლაპარაკობ ჩვენ სუსთან დაკავშირებით. სუსმა განცხადება გააკეთა, მაგრამ საზოგადოებამ მინდა იცოდეს ბრალს გამოძიებაზე, ზედამხედველობაზე და ბრალის წარდგენაზე პასუხისმგებელი პროკურატურაა ხალხო. პროკურატურაა ხალხო. უბრალოდ ნუ არ ვიცი ახლა იქ ხო ხვდებიან რასაკეთებენ. შეუძლებელია ამას ვერ მიხვდე და არ მიხვდე. რომ ის რასაც ედავებიან ხაბეეშვილს, ნუ ამას არ ჭირდება რაღაც პირველი კურსის სტუდენტიც არ ჭირდება, სრული სიგიჟეა. პირდაპირ გეუბნებით, არანაირი სამართლებრივი სამართალთან კავშირი, პროცესუალური ნორმებთან არაფერი არ გააჩნია. ხო, კი ბატონო, აი აქედან გამომდინარე, ლევან როგორ ფიქრობს, რატომ ეშინია ბიძინა ივანიშვილს 4 ოქტომბრის? რისი ეშინია მას? ეს არის ქუჩაში ბევრი ხალხი. არ ვიცი, ხა შეიძლება თქვენ სხვაგვარი შეხედულება გაქვთ, მაგრამ დიდათ ხა არჩევნებში მარცხის რომ არ ეშინია, არ ვიცი, შეიძლება თქვენ ფიქრობთ რომ ამის ეშინია თუ აი ყოფილი ეგრეთ წოდებული მაღალჩინოსნების ბიძინა ივანიშვილის გუნდის ყველაზე ერთგული წევრების, რომელთა შესახებ არაერთ გზის გაკეთდა მინიშნება, მათ შორის საჯარო განცხადებებშიც, რომ თურმე ის ადამიანები, ვინც მათ პრემიერად ყავდათ, თუ საკვანძო თანამდებობები ებარათ, შინაგან საქმეთა მინისტრი თუ სუსის ხელმძღვანელი, თურმე რადიკალურ ოპოზიციასთან თანამშრომლობენ, როგორც თავადვე ამბობენ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში არიან ჩართულიო. რას ფიქრობთ, აი შიში რით არის გამპირობებული? რუსულ რეჟიმს თამარ პირდაპირ გეუბნებით ეშინია ბრძოლის ყველა სამართლიანი კანონური და კონსტიტუციური ბრძოლის ფორმის. იმ ბრძოლის ფორმის შეიძლება თქვენ არ გჯეროდეს, მაგრამ არჩევნებით ბრძოლის ფორმის, ყველანაირი აქციების კანონიერი, ყველანაირი ფორმის ბრძოლის ეშინია. ჩვენ ლელოძლიერ საქართველოს პირდაპირ გეუბნებით, არაზოს თუ ამბობთ ვარს არანაირ ბრძოლის ფორმაზე, ჩვენ ავირჩიეთ ბრძოლა, ვშვართ ბრძოლაში და ბუნებრივია ამ ბრძოლაში ვიქნებით ბოლომდე რუსულ რეჟიმთან დაპირისპირებაში. ეს არის ცალსახა, შემიძლია გითხრათ. თქვენ თქვით რომ რატო აკავებენ ახლა და ახლა კი არა, სულ აკავებენ, ხო? ზოგადად პოლიტიკურ ტყვეებს გადახედეთ პოლიტიკური ტყვეების მათ დაკავების ისტორიას, ქრონოლოგიას, კალენდარს და ასე შემდეგ. ყველას ადამიანი, ყველას აკავებენ. არ არსებობს პარტიის ლიდერები, რომელთა მიმართ რეპრესიული მექანიზმები არ ყოფილა და არ არის გამოყენებული. ანუ რა არის ეს? ეს არის ბუნება, რუსული ბუნება არის, ჩვეულებრივად, რომ ყველა მათი მოწინააღმდეგის წინააღმდეგ იქნას გამოყენებული რეპრესიული მანქანამუშრებული და რეპრესიული რეჟიმი იქნას გამოყენებული და ეს ჩანს, ეს ყველაფერი, ხო, წლებია უკვე ეს მოდის და განსაკუთრებით ბოლო წლებში, ბოლო წელს და შარშან გვიან შემოდგომიდან მოყოლებული ამუშავდა ეს პოლიტიკური რეპრესიების მანქანა, ჩვენი პოლიტიკური გუნდის, სხვა პოლიტიკური გუნდის წევრები ყველანი ახლა გლდანში არიან მოთავსებული, სრულიად აბსურდული ბრალდებით, წარმოუდგენელი სიკიჟე ხდება და მე ერთ საკითხთან დაკავშირებით მინდა გავამახვილო ყურადღება იქ მელიქიშვილის გამზირზე მოხდა თემასთან დაკავშირებით, შემდეგ გათავისუფლებებზე და იმაზე, იმიტომ რომ სამართლებრივად საინტერესოა, რომ საზოგადოება არ უნდა შევიდეს იქ შეცდომაში რა და როგორ ხდება, მაგრამ თქვენ საუბრობდით, ასევე არ მინდა კითხვა გამომჩეს, მათი გუნდის წევრები ყოფილი. ხო, ჭამენ ერთმანეთს, მაგრამ მე ხო დეტალები არ ვიცი და არ მჩვევია რაღაცა შემთხვევაში გამოვიგონვან რაღაცა, მაგრამ გამოგონება არ ჭირდება, ამას თვითონ ამბობ, მაგრამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, დეტალებთან დაკავშირებით, ვინც ინფორმირებულია, ბუნებრივია იმას ისაუბრებს, მაგრამ თვითონ ხილულია ეს თამარ, როდესაც თვითონ გამოდიან რაღაცა მინიშნებებით ყოფილ გუნდელებზე თუ რაღაცებზე საუბრობენ, მე იქიდან რაღაც შეპასუხებები, ეს შიგნით მოდის, რატო ხდება? ნადავლის გაყოფაზე მინდა პირდაპირ გეუბნებით, ნადავლის გაყოფა არის ჩვეულებრივად, ეს რაც რუსულ რეჟიმებს ჩვევიან, ნადავლის გაყოფის გამო მიმდინარეობს
ბრძოლა შიგნით სავარაუდოდ და ეს ნადავლი რა არის? ქართული ხალხის ნაძარცვი ქონება არის პირდაპირ გეუბნებით, გადახედეთ მათ დეკლარაციებს, როგორ მოვიდნენ, მათ შემოსავლებს, რა შემოსავალი ჰქონდათ, რა ქონება ჰქონდათ და სად არიან ახლა და როგორ არიან. ხო, კი ბატონო. აი ამაზე და აი ამ ნადავლს ვერ იყოფენ ერთმანეთი და ვინ რას ამ შემთხვევაში იქ შიგნით ავნებს თუ არ ავნებს, ამას ვნახავთ და ვინ მტკიცებულებებს გამოიტანს თუ არ გამოიტანს, ეს გამოჩნდება, აქედან გამომდინარე წინასწარ რაღაცა პროგნოზების გაკეთება, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი. კი ბატონო, თქვენი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები შეიძლება ვთქვათ ამ პარტიულად ან კოალიციურად არ მიიღოთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ თქვენი პარტიის წევრები აპირებენ 4 ოქტომბერს აქციაზე მისვლას? მე პირდაპირ გეუბნებით თამარო, ჩვენ ვართ წინასაარჩევნო და არჩევნებში ჩართული პარტია შტაბის თავიდან ბოლომდე მუშაობს. ჩვენ ამ აქციის ორგანიზატორები არა ვართ, მაგრამ ყველა მოქალაქე ხა ჩვენ პარტიაში დემოკრატია, ყველა მოქალაქე პარტიის წევრი იქნება, თუ ვინც იქნება დამოუკიდებლად უნებრივია ღებულობს გადაწყვეტილებას და კანონიერი ფორმა არის როგორც არჩევნებში მონაწილეობა და მონაწილეობთ, ასევე ყველანაირი კანონიერი ფორმა, რაც შესაძლებელია იქნას პროტესტის კანონიერი კონსტიტუციური ფორმის დაფიქსირება და გამოთქვა. აქედან გამომდინარე ხო, ისე რა მოლოდინი გაქვთ 4 ოქტომბერს, ბატონო ლევან? კონკრეტულად რას გულისხმობ? ორივე მიმართულებით გულისხმობ, ანუ აი არჩევნების მიმართულებითაც რასელოდებით და აი მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ არჩევნების მიმართულებით ვიბრძოლებთ ბოლომდე და ვართ ბრძოლაში მაქსიმალურად რომ რუსული რეჟიმი დავასუსტოთ, მაქსიმალურად რომ პრობლემები შეექმნას ამ რუსულ რეჟიმს, ველოძლიერი საქართველოს უმთავრესი მოთხოვნა არის იყოს და იქნება, დარწმუნებული ვარ ასევე სხვა ოპოზიციური პარტიების პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნები, ეს არის უმთავრესი მიზანი. ამ მიზნამდე მიმავალ გზაზე, რაც კი რუსულ რეჟიმს დაასუსტებს, რაც კი რუსულ რეჟიმს ამ შემთხვევაში ამ არალეგიტიმურ რეჟიმს პრობლემებს შეუქმნის, ბუნებრივია ყველა კანონიერ მეთოდს და გზას ვიყენებ და ეს არის ბუნებრივია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენ აქტიურად ხვდებით ჩვენს მოქალაქეებს და ძალიან დიდი პრობლემებია თამარ ჩვენს მოქალაქეებში, რომლებთა ბუნებრივია იმ ადამიანებს სჭირდება ყურადღება და ჩვენ ამ ხაზით ბუნებრივია აქტიურად მუშაობთ და მთავარი მიზანი არის იყო და იქნება ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური ტყვეების გათავისუფლება. ჩვენ არ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წრის წისქვილზე წყალს დაასხამს და კინკლაობაში შევა სხვა ოპოზიციურ ძალებთან და ამით შემთხვევაში რუსული რეჟიმის გულს გაახარებს არც ერთ შემთხვევაში ჩვენი მთავარი სამიზნე არის რუსული რეჟიმი, ხოლო მეორე კითხვა რაც შეეხება აქციასთან დაკავშირებით, ეს ალბათ აქციის ორგანიზატორები უფრო უკეთესი იქნება პასუხისგაცემი. ჩვენ რა ვართ აქციის ორგანიზატორები. გეკითხებით ლევან რომ აი თქვენც მაგალითად თქვენი გუნდის წარმომადგენლებს არაერთხელ უთქვამთ რომ ეს არის თქვენთვის ბრძოლის ხაზი, ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდი იმ საბოლოო მიზნის მისაღწევად, რაც არის ივანიშვილის რეჟიმის ჩამოშლა და მისი საბოლოო შეცვლა. ხო და თქვენ თავადვე ამბობთ რომ ადგილობრივი არჩევნები, ეს 4 ოქტომბრის არჩევნები არ არის ის არჩევნები, რომლითაც იცვლება რეჟიმი, ხო? ამიტომ აი 4 ოქტომბრის შემდეგ მე აი ამ კონტექსტში მინდოდა თქვენგან პასუხის მოსმენა. ფიქრობთ რომ ისევ მოგიწევთ სადღაც ერთად დადგომა თქვენს ოპოზიციის იმ წევრებს, კარგი კითხვა თამარს და გაგცემთ ამ კითხვაზე პასუხს. ჩვენ ერთობასთან დაკავშირებით, ერთიანობასთან დაკავშირებით, როდესაც საუბრობთ, მე მინდა შეგახსენოთ ქრონოლოგიურად თუნდაც და მოკლედ დიდ დროს არ წავიღებ ველოძლიერი საქართველოს პოზიცია, თუნდაც არჩევნებიდან მეორე-მესამე დღეს ჩვენ დავტოვეთ მანდატები, საპარლამენტო მანდატები, მათ შორის მეც და დელეგიტიმაციაში და ამათ არაფერი არ უშველის დელეგიტიმირებულია ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ სხვა კოლეგა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჩვენ ვიყავით ის პოლიტიკური ძალა რომლებიც ალტერნატიული ამ შემთხვევაში ცენტრის შექმნას და მამუკა ხაზარაძე ამას ითხოვდა ანონსებდა ერთობა იყო საჭირო სამწუხაროდ ეს არ შედგა კი ბატონო ხო ოღონდ წარსული არა ერთ მაგას არა წარსული არა წარსულს აქვს მნიშვნელობა წარსულის გარშე არაფერი არ არსებობს და არც ისეთი შორის წარსული ორ თვეზე ვლაპარაკობდა სამი თვის უკან ლამბებზე საუბრობთ. სალომე ზურაბიშვილის ფორმატთან დაკავშირებით, როდესაც პრეზიდენტის ირგვლივ იყო ფორმატი, იქაც ხოლოები ვიყავით, თორე ყველა შემთხვევაში დატოვა ეს ერთობა. ჩვენ
ერთობის და ერთიანობის წინააღმდეგი არასდროს არ ყოფილვართ. ჩვენ არავის თავს არ ვესხმით. თუ აქ თავს გვესხმიან, ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენი მთავარი მიზანი არის და სამიზნე არის რუსული რეჟიმი და რუსული ხელისუფლება. არც არავის უთქვამს თამარ, რომ თვითმმართველობის არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილების არჩევნები. თქვენ ეს კითხვა დასვით და არა, ჩვენ ეს არასდროს ხო, კი, მე ზუსტად ეს ვთქვი, რომ ამბობთ, რომ ეს არ არის ცვლილების არჩევნები და ცვლილება შემდეგ უნდა მოვიდეს. ხელისუფლების ცვლილების არჩევნები ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს, ვითხოვთ პოლიტიკური ტყვეების თავისუფლება და ამის მაქსიმუმს ვაკეთებთ და გავაკეთებთ ყოველთვის. ეს არის უმთავრესი, მაგრამ როდესაც არის საუბარი თვითმმართველობის არჩევნებზე, ეს არის კონსტიტუციით ამ შემთხვევაში დადგენილი თარიღი და ჩვენ ამ ბრძოლაში ღებულობთ მონაწილეობას. ვიცით რა უშეღებათო ბრძოლა არის, არც არასდროს ყოფილა ამ შემთხვევაში სამართალთან მიახლოებული არ წინა არჩევნები და არც იმის წინა არჩევნები და მარტივი არის თამარ, მაშინ არ უნდა მიგვეყო არასდროს მონაწილეობა და მაშინ სრულ ლეგიტიმურების პრობლემას არ დაგდებოდა. ამაზე საუბარი შეწყვეტს, არც ასეთი მოცემულობა, არც ასეთი ვითარება ქვეყანაში იქნებოდა თუ საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით, მანამდე ნამდვილად არასდროს არ ყოფილა. ბოლოს მინდა კითხო. 2024 წლის არჩევნების დროს ნორმალური საარჩევნო გარემო იყო და რამეს ამდენი სინდისის პატიმარი, ამდენი არ ყოლია. ძალადობა. ერთი სადამკვირვებლო მისია რო არ ყოფილიყო, ეს ნამდვილად არ ყოფილა და იმის შემდეგ უკვე საერთოდ გადავიდა ჭკუიდან. აღარეთ ყოველთვის ჭკუიდან იქნეს ეს გადასულა, ყოველთვის რუსული ბუნება ჰქონდათ ამათ ბუნებას არაფერი არ შეცვლის. ამათ ბუნებას, მაგრამ ამათ ბუნებას არაფერი არ შეცვლის. აცებლები ამათ აქვს რუსული ბუნება, აქედან გამომდინარე. რას ვითხოვთ ახალ საპარლამენტო არჩევნებს და ვითხოვთ პოლიტიკური ტყვეების თავისუფლებას და ის არ შემიძლია. არ უნდა დამესვა იმგვარი, რომ მე მგონი აზრიც აღარ აქვს დასმას, იმიტომ რომ დღეს დილით სხვა ჩვენს ეთერში იყო კიდევ ერთხელ მოწოდება თქვენს მიმართ, რომ 18 სექტემბრამდეო კიდევ აქვთვა დაო, რომ იქნებ გადაიფიქრონო, მაგრამ როგორც ჩანს ეს გადაწყვეტილება საბოლოოა, მაგრამ მე ისევ დავუბრუნდები იმას, რომ ხო, ალბათ მოწოდებას მე მგონი ამ კითხვის მოწოდებას უპიარული ხასიათი აქვს და ცდილობენ რაღაცნაირად ვითომ დაგვაზიანონ, მაგრამ საზოგადოება ყველაფერს ხედავს, ჩვენ იქით თავს არავის არ ვესწრეთ, ჩვენთვის თავარი სამიზნე არის რუსული რეჟიმი და ამ შემთხვევაში ახალი საპარლამენტო არჩევნები არის უმთავრესი მიზანი და რუსული რეჟიმი არის. ჩვენ ფოკუსი არ აქვს არეული, თუ იმეს სურს ახალო ლელოს ებრძოლოს და ლელოს ოპოზიციაში იყოს, ეს მათი გადასაწყვეტია, ჩვენ მაგათთან ბრძოლაში არ შევალთ არავისთან. პირიქით, ჩვენ ყოველთვის ვიყავით ვარ და ვიქნებით ერთობის მომხრე და არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ ფაქტს, როდესაც მარტო თავარი არის დღეს ორი ადამიანის გათავისუფლებაზე არის საუბარი და თითქოს არის თანამშრომლესო დაზარალებულებმა არის თანამშრომლეს გამოძიებასთან და მოძალადები ამიტომ გავუშვითოთ. ძალადობაზე თუ არის საუბარი და ამ შემთხვევაში სამართლებრივი სრული აბსურდია, მინდა გითხრათ. საერთოდ სრული აბსურდი არის სამართლებრივი. ამ შემთხვევაში ვინმე იყო დაზარალებული, როდესაც პოლიტიკური ტყვეები არიან პატიმრობაში, ვერავინ ვერც ერთი პოლიციელი ვერ ამბობდა, რომ ვინმეს ხელი მოარტყა, ბოთლი მოხდან, ვინმესგან დაზარალდა. ამ შემთხვევაში მიიტანეს ქაღალდის ხელსაყრელს ისვრის ადამიანი და ის ხდება ისიც არ ჩანს. მით უმეტეს იქ ორგანიზებას ედავებოდნენ ხალხს ორგანიზებულმა და ჯგუფი საერთოდ იქ საპატიმროში გაიჩნეს ხალხმა ერთმანეთი ხალხო და სრული აბსურდი პოლიტიკურ ტყვეობაში იმყოფებიან ეს ადამიანები და ეს არის ჩვეულებრივად სამართლის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენებაც არ ქვია, გაუქმება არის ეს ყველა. კი ბატონო, მადლობა ბატონო ლევან.